بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعهم بإحسان إلى يوم الدين رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر آمين يا رب العالمين السلام عليكم ورحمة الله უზენაეს ალავს ხორო ჩვენ ყველა ვინც მოვიდა ვინც ცდილობს მოსვლას და ვინც ვერ მოახერხა და უნდა მოსვლა ყველას ბარაკა მისცეს იმიტომ რომ მომასალსან თქვა რომ მარტო დაჟე ნიათისთვის ადამიანს მაინც ჩაიწერება ანუ აჯრი მაინც მადლი ჩაიწერება ერთადერთმა მომწერა ეხლა მოსვლა უნდა მაგრამ ოფისში ანუ ვერ გამოვიდა ოფისიდან და ძალიან უნდა მოსვლა მე ვუთხე მეთქი გეკნება შენ მაინც მაგის მადლი ინშალა ვისავს ალბათ წინა გაკვეთი რაზე ქონდა ლაპარაკი ლოცვის მე დროებზე და ასე შემდეგ. დღესაც გვექნება ლოცვაზე ცოტათი და მე გადავთ უკვე აზანის თემაზე, აზანის სუნნათი. რამდენი დიდი მადლია აზანის მიცემა. მერვე თავი 238 ჰადისი ან აბდილა ბინ მასუდ. მაგან თქვა რომ ყულტუ მე ვთქვიო, ია რასულულlah, ე ალლაჰ შომავალო. აიულ ამალი აფდალ, რომელი საქმე არის საუკეთესო. ეს ჰადისი იყო წინაზე, ხო? მეცხრე თავი 238 ჰადისი. عن فضالة بن عبيد الليثي ما كان تقارم أتيت النبي صلى الله عليه وسلم من موادي شموالتنا صلى الله عليه وسلم وعلمني الصلوات الخمس ده مما استولى خوتي لطفه ومواقيتها ده ما قاتي درو قال ما كان قلت له لما قلت تخاريو إن هذا أرى إسساوي كتب ودي شيء تمبو إرتوتي إسس أي جوشرت خو أي جوشرت شوين أوراس أرمزنا ميت حديثي عن جندب أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال من صلى الغداة شو ما صلى الله عليه وسلم وينس إلو صديلس لطسوا أنو واجب لطسوا فهو في ذمة الله إسارس الله إس داسويس كويش أنو الله إس بارولبس كويشك نبا فاتق الله يا ابن آدم أميتو جيشينو ديس أي الله إش أي آدم شويلو أن يطلبك الله بشيء من ذمته ورم الله ما أرست هو شينز قال إس თუ იმას დაარღვევ მისი დასვის ქვეშ არ იქნებიო. ანუ აქ შრომამოსალს თქვა რომ ადამიანი რომელს ლოცვობს ფაჯრს არის ალლაჰის დასვის ქვეშ. ალლაჰის დასვის ქვეშ არის. და ვინც არ ლოცვობს არ იქნება ალლაჰის დასვის ქვეშ. ერთი პატარა ისტორია არის იბნ უმარის შვილზე, სალიმი, მისი შვილი, ანუ უმარ ბინ ხატაბის შვილი. მაგ დროს იყო მართველი ჰაჯაჯ იბნ იუსუფ, როგორც იცით ჰაჯაჯ იბნ იუსუფ იყო დიდი ზალიმი ადამიანი იყო. თაბიინებს კლავდა და ასე შემდეგ ძალიან დიდი ზალიმი იყო. და ერთი ადამიანი იყო რომელიც უნდა იყო დაისაჯა, ერთი ადამიანი დაისაჯა. და როცა კითხა იმ ადამიანს, ანუ დილის ლოცვილიციო, მაგრამ უთხა უპასუხო კი ვილოციო და გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ზალიმი იყო და ასე შემდეგ გაუშვა. რატომ გაუშვა? იმიტომ რომ იცოდა რომ ადამიანი რომელიც არის ალლაჰის დასვის ქვეშ, იმ ადამიანს არ უნდა შეეხო. სახიფათოა. იმ ადამიანს არ უნდა შეეხო. მეათე თავი ბაბუ ფიმა ადრაკა რაკათან მინას სალა თავი რომელიც ეხება თუ ადამიანმა მოასწრო ერთი რაკათის ლოცვა მაინც ან აბი ჰურეირა გადმოსა რომ შომამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა მან ადრაკა რაკათან მინალ ასრი ვინც მოასწრო ერთი რაკათის გაკეთება ასრი ლოცვის ყაბლა ან თაღრუბა შამსუ სანამ ანუ შევიდოდა მზე ფაყატ ადრაკაჰა მოასწრო ანუ ლოცვაზე მოასწრო ანუ ძმებო რომც მაგალითად აი ასრი მზის ჩასვლა ხო არის ეს არის ბოლო მომენტი ყველაზე თუ აი ვერ შეძლებდი ანუ მაგამდე დაიწყე ლოცვა ასრის ლოცვა და პირველი რაკათი ლოცე და მაგის მერე ჩავიდა მზე დაგჭა ხო სამი კიდე მიუხედავად იმისა რომ მზე ჩავიდა შენ მაინც გეთლება ასრი და ეს ეხება ყველა ლოცვებს მაგალითად იმამი ლოცულობს იმამი ლოცულობს და მიხვედ იმამთან ერთ რაკათი თუ მოასწარი შენ გეთვლება შეკითხოთ თქვენთვის როდის ითვლება რაკათი რომელი მომენტიდან რუკუს მერე რუკუში თუ მოასწარი სანამ იმამი ამოვიდა რუკუდან თუ მოასწარი ჩვენ გვეთვლება რაკათი ვამან ადრაკა რაკათა მინალ ფაჯრი ყაბლა ან ტადუა აშ-შამსუ და ვინც მოასწრო ერთი რაკათის ლოცვა სანამ მზე ამოვაო ვა რაკათან ბადა მა ტატლუ აშ-შამსუ და ერთი რაკათი როცა ამოვა მზე ფახატ ადრაკაჰა მაშინ მოასწრო ფაჯრის ლოცვა ანუ თუ ლოცვა ფაჯრის ადრეკი გვიან დაგჭა ცოტა დრო დაიწყე ლოცვა ფაჯრის ერთ რაკათი მოასწარი მეორე რაკათზე უკვე მზე ამოვიდა მაინც შენ გეთვლება ფაჯრის ლოცვა აქ მინდა ცოტა გადავიდე თემიდან რომ ზოგიერთი ხალხი რომელიც მუშაობს სამუშაოზე არის თიჯარათი და ასე შემდეგ ან სკოლაში ან უნივერსიტეტში იძახის რომ მე დრო არ მაქვს ლოცვისა ვეკითხებით რატომ აი მუშაობ ანუ დირექტორი ან ცოტა ისეთია არ მეუნება არის ლოცვა მაგრამ მე ცოტა ისე ანუ
გარკვეული კაცია და ასე შემდეგ. ჩვენ ეგეთ ხალხს ვიტყვით, რომ შენ სადაც მუშაობს, ხალხი სიგარეტის მოსაწევად გადის, იტყვის კი გადის. ხალხი თუ პოულოს დროს იმისთვის ჰარამი გაკეთოს, პროსტო სიგარეტე მოწიოს დღეში რამოდენიმეჯერ სამუშაოზე. ნუ თუ შენ არ შეგიძლია ალლაჰის ხათისთვის, რომელსაც რაც არის ვაჯიბი შენთვის, ილოსო ვაჯიბი შენთვის, ფაჯრი. შენ აკეთებ ჰალალს, მაგის გიშენია, მაგ ისინი აკეთებენ ცოდვას, მაგათ არასვენია, შენ უნდა თქვენოდოთ. ამეთ ეგეთ ძმებს და დებს ვიტყვით, თავი აწნით. თავი აწნით, ნურავის ნუ გერიდებათ. სუბჰანა თქვენ ხართ ალლაჰის მორჩილები. ნურავის ნუ გერიდება, სადაც არ უნდა იყოს, სკოლაში, უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. თუ პატარა ბავშვი ყავთ მაგალითად, მიაჩვიეთ ნენელა რომ ილოცო სკოლაშიც რომ იყოს. მაგალითად გაკვეთილის დროს არა, როცა მაგალითად დასვენება 10-15 წუთი გაკვეთილების შუაში, მაგ დროსაც თუ ბავშვი ერიდება, შენ თუ ხარ მამა, მიდი ბავშვთან ერთად, მიდი სკოლაში, რამოდენიმეჯერ მაგასთან ერთად ილოცე, რომ სკოლაში იყოს. მიაჩვიე ბავშვი და ბავშვის მიეჩვევა. ალჰამდულილlah ჩვენ ძმები ჯარში ლოცულობდნენ, სკოლაში ლოცულობდნენ, არა, რატომ უნდა გერიდეს? ალლაჰის მორჩილი ხარ. ეს არის ის ბზანებებს ალლაჰმა შენ გიბზანა. პირიქით უნდა იამახო. უნდა ანახო ხალხს, აი, მე თვითონ ლოცულობ. არ ტრაბახობის მიზნით. ამოდ გაახსენო ხალხს, რომ ლოცვის დროა, ალლაჰი ღმერთი გახსოვდეს და ასე შემდეგ. პრობლემა მაგაზე არ გიქნებათ. მე-11 თავი 253 ჰადისი ან აბდულლაჰ ბინ მასუდმა თქვა რომ სირნა დატა ლეილათე მა რასულილაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ეს თავი ეხება ძმებო ვინსაც ჩაეძინა ლოცვა ვერ ადგა ერთხელ ჩვენ გავედითო შომავასთან ერთადო სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ფაყულნა და ჩვენ ვთქვითო ია რასულალლაჰ ე ალლაჰის შომავალო ლაუ ამასთანა ალ-არდა ფანიმნა თუ აი საღამოს მივედითო იმ მიწამდე სადაც მივდიოთი და დაგვესვენაო დაგვეძინებოდაო ვარაღად რიკაბუნა და ჩვენი აკლიმები და ასე შემდეგ ისინი დაესვენებოდნენ ყალა და შომა ანუ შესთავაზა და შომავას შეიძლება იქ გავაკეთოთო და შომავას მაგას უთხრა რომ ფამან იაჰრუსუნა ანუ ვინ დაგვიცავს ღამე ანუ ვინ იქნება სადარაჯოზე ყალა ყულტუ და მე ვთქვიო საჰაბა იზახის ანა მე ვიქნებიო ფაღალაბათნი აინი მაგრამ ჩემი თვალები მე ანუ ჩამეძინაო فلم ينقذني الا وقت طلوع الشمس და ვერავდექიო იმ მომენტამდე როცა უკვე აი მზე ამოვიდა მაგ დროს უკვე გაიღვიძა მარტო ولم يستيقظ رسول الله صلى الله عليه وسلم الا بكلامنا და შომამა صلى عليه وسلم გაიღვიძა ჩვენი ლაპარაკის გამო ან მაგასაც ჩაეძინა فامر بلالا فاذن და ბილალს უბზანა და აზანი გაკეთა აზანი ثم اقام და მე იყამას გაკეთა فصلى და ილოცა აქედან გამომდინარე ადამიანს თუ ჩაეძინა მაგას ცოდვა არ აქვს აქედან გამომდინარე ამ ჰადისიდან გამომდინარე კიდე ძმებო რომ ადამიანს რომ ჩაეძინოს ადგა გვიან მაგალითად ფაჯის ლოცვა ადექით 1 საათი გავიდა ფაჯი 1 საათი გვიან ადექით მაინც კაია რომ მისცეთ აზანი ეგა სუნათი აზანი მისცეთ ასევე იყამა ეგას არის სუნათი მე-12 მაგალ ეს ეხება როცა ძმებო როცა მაგალითად ერთი ლოცვა გამოვჩა და ანუ ვერ ადექით მაგ დროს ჩვენ ახლა გავიდით ესევე ხადისს ახლა გავიდით რომ საჰაბებს გამოჩათ ლოცვები მიზეზის გამო და მან აზანს არ აკეთებდნენ მარტო იყამას აკეთებდნენ მე-12 თავი ბაბუ თარტიბი ალ-ფავაით თავი რომ ეს ეხება როგორ უნდა აანაზღაურო გამოსთილი ან გასცენილი ლოცვები მაგალითად მოხდა რაღაც შემთხვევა რომ შენ გაასცინე 3-4-5 ლოცვა ან ოპერაცია ან რაღაც ან შეიძლება ომი იყოს და ასე შემდეგ ან ომის მდგომარეობა რა უნდა გაკეთო საჰაბამ ყვეთა აბუ საიდ ალ-ხუდრი ყვება რომ ჰუსიბნა იაუმა ხანდაკ ანუ ჩვენ დაგვაკავეს ხანდაკის ბრძოლის დროს ანუ ვერ ვილოცითო ვერ გვალოცეს ანუ ომის დრო იყო ჰათა კანა ბა'და ალ-მაღრიბ იქამდე რომ ჰავიან იქამდე რომ უკვე მაღრიბის გავიდა ანუ მაღრიბის შევიდა და ცოტა ხანის გავიდა ანუ მაღრიბის დრო იყო وذلك قبل ان ينزل في القتال ما نزل და ეს იქამდე სანამ მოვიდა აიათი რაც ჩამოვიდა فلما كفينا القتال როცა დამამთავრეთო ჩვენ ბრძოლაო როცა დამთავრდა ბრძოლაო وذلك قوله تعالى და ეს არის ალლაჰის სიტყვები აიათი وكفى الله المؤمنين القتال وكان الله قويا عزيزا ალლაჰმა მოაშორა მორწმუნეებისგან ანუ ბრძოლა და ალლაჰ არის ძლიერი და უდიდესი ამარა რასულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბილალან فاقام الظهر ნახეთ მე ზუხრის გასცინეს ასრის გასცინეს და მაღრიბის დრო მოვიდა შომამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უბრძანა ბილალს რომ იყამათი თქვა ზუხრზე فصلىها كما كان يصليها في وقتها და ილოცეს ისე როგორც ლოცულობდნენ ზუხს თავის დროზე ანუ მარტო იყამა გაკეთეს მებო
ثم أقام العصر مر إقامة تكوا عصر لوتسوازه فصلىها كما كان يصليها في وقتها და ილოცეს ისე როგორც ლოცულობდნენ ყოველთვის ანუ თავის დროზე ثم أقام المغرب فصلىها كما كان يصليها في وقتها და მერე ილოცეს მაღრიბი ანუ إقامة თქواس მაღრიბზე და ილოცეს მაღრიბი ისე როგორც ლოცულობდნენ აქამდე ანუ ძმებო საჰაბების დროს მაგ დროს იყო ომი და მაგათ არ ქონდა საშუალება არანაირო მილოცათ თუ ილოცათ პრობლემა იქნებოდა მაგითო და მაგითო გაასწენეს ეს დროები თუ ეგეთი მომენტი ხდება ძმებო აქედან ჩვენ რას ვხედავთ პირველ რიგში რომ ზოგიერთი ხალხი იძახის რომ მაგალითად ეხლა თუ არის მაღრიბის დრო სიტყვაზე და შენ გაასწინე ასრი ჩაგეზინე ვერადექი ჯერ მაღრიბი უნდა ილოცო და მერე ასრიო ეს არასწორია სუნნათში ჩვენ ხედავთ რომ მომასალსამ დაიწყო როგორ რიგრიგობი დაიწყო პირველი მეორე მესამე ლოცვა და მეოთხე და არა ჯერ მეხუთე და მერე დაუბრუნდა პირველს არა პირველი თანმიმდევრობით ეგრე უნდა იყოს ანაზღაურება ლოცვების მესამეტი თავი ბაბო ფი მან ფათათჰუ ასალა მინ ღეირი უზრინ თავი რომელიც ეხება იმას ვინც გაასწრიდა ლოცვა ანუ გამართებების ანუ არანაირ მაგას გამართება არ ქონდა დაეზარა და ასე შემდეგ ან ნუფეილ ბინ მუავია ნუფეილ მუავიამ გადმოსცა ან ნაბი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ შუმა მასალსან თქვა მან ფათათჰუ ასალა ფაკაანნამა ვუთირა აჰლაჰუ ვა მალაჰუ ვინც გაასწრიდა ლოცვა ანუ განზრახულად გაასწრიდა ლოცვა ნებისმიერი ლოცვა თითქოს დაკარგა თავისი ოჯახი და თავისი ყველა ქონება ნახეთ ძმებო ჩვენ უფრო გავრცელებული ჰადისი ვიცით რივაიათი არის მოსული ასრზე ასრის ლოცვა ხო ვინც გასწრდა ასრი აქ კი არის ნახსენები ვინც გასწრდა მთლიან ჯამში ლოცვა ვაჯიბი ლოცვა შომამასალთან თქვა რომ თითქოს დაკარგა თავისი აი სუბჰანალ აი ოჯახი თავისი ქონება ერთმა ძმამ ძალიან კაი მაგალითი მოიტანა ამ თემაზე და მინდა ეს მაგალითი მის მოვიყვანო წარმოიდგინეთ ძმებო რომ არის სახლი თქვენ გაქვთ დიდი სახლი და რაღაცაი თქვენ რაღაცა კარგი ხდება ან ქორწილიან რაღაცა მოვიდა ოჯახი, მოვიდა სანათესაო, მოვიდა ის ხალხი, რომელიც შენ გიყვარს. შენი ქონება არის შიგნით. შენი ქონება ყველაფერი არის შიგნით. ფული, ოქროული, რაც გინდა იყოს, ყველაფერი არის შიგნით. და გახვიდე შენ გარეთ რაღაცა საქმეზე, რაღაც უნდა იყიდო სახლისთვის, და გახვიდე და გასყა და აფეთქდა გაზი. ყველა მოკდა. მთლიანი ქონება დაიკარგა. ის ტელეფონის რომელიც შენ ქონდა ხელში, როცა შერეკავდი, ეგას დაგევარდა, ეგას გატყდა. არაფერი არ დაგჭა. აი ეგეთი მდგომარეობა, აი ეგეთი მდგომარეობა უნდა იფიქროს თავის თავზე ადამიანი, როცა აი მოვა აი მაგაზე აი ფიქრები რომ მოდი ეხლა არ ვილოცო. გაიხსენე ეს ხადისი ძმებო. ეს არის ძალიან უბედური ხადისი. ამ თემაზე დავიწყოთ ლაპარაკი, ძალიან შეიძლება რამოდენიმე საათი ვილაპარაკოთ, მაგრამ მოკლედ რო თქვა, მაგაზე უარესი კიდე რა არის, რომ შომამასალსთან თქვა, რომ ეს კუფრია. ეს არის ურწმუნოება. გასცენა ლოცვის გასცენა არის ურწმუნოება ძმებო. ძალიან სახიფათო რაღაცა. ახლა ტელეფონი არ გინდა. გაგვიცეს მე ინშაალლა. თქვენ ყურადღება მინდა აქა. მე-14 თავი ძმებო, ბაბო ფიმა ჯაა ფილ აზან. ეხლა რას შეეხება აზანს? თავი რომელიც ეხება იმას, რა მოვიდა აზანის თემაზე. ან აბდულlah ბინ ზაიდ. აბდულlah ბინ ზაიდმა თქვა, ლამმა ამარა ნაბი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ბინ ნაღუს. როცა შომამა სალსამ უბზალა საჰაბებს რომ ანუ რა ქვია შაქრო მაგალ აი იმით რო უთქავენ. ზარის რაღაცა აი. რორეკა? ხო, რა ქვია? ზარი. ანუ შომამა სალსამ უბზალა საჰაბებს რომ ლოცვაზე გაიფრთხილე ხალხი ზარით. ლიადრიბა ბიჰი ლიაჯმა'a ან-ნასა ილა სალა რომ მაგით საჰაბებმა დაარტყან და შეაგროვონ ხალხი ლოცვისთვის. ანუ სალამ აზანი იყო. ეძმებო არის აზანის ისტორია. როგორ დაიწყო აზანი და კარგად მოусმინეთ. ატაფა ბი მინ ალ-ლეილი ვა ანა ნაიმუნ რაჯულუნ ალეიჰი საუბანი ახდარამ. მე როცა მეძინაო, სიზმარში მოვიდა ჩემთან ადამიანი, რომელსაც ეცვა ორი მწვანე ფერის ტანსაცმელი. ვა ფი იადიჰი ნაყუს იჰმილუჰუ. და მის ხელში იყო ეს ზარი, რომ და ატარებდა თავის ანუ სიზმარში. ფაყულთუ და მე მაგას უთხარიო, ანუ სიზმარში ენება იმ კაცს. ია აბდალლა, ე ალლაჰის მორჩილო. ატაბიუ ან-ნაყუს. ყიდიო შენ მაგასო, ანუ ყიდიო. ყალა ფამა თასნაუ ბიჰი. და ის მაგას ეკითხება. რასიზაო მაგით, ანუ თუ იყიდი ჩემთან რასიზაო მაგითო. ყულთუ მე ვთქვიო ადუ ბიჰი ილა სალა ხალხს დაუძახებ მითი, ანუ ლოცვაზე დაუძახებ ხალხსო. ყალა და იმ ადამიანმა თქვა აფალა ადულუკა ალა ხეირინ მინ ზალიკა. ნუ თუ არ გითხრა რაც არის უკეთესი ამაზე. ყულთუ ბალა მე ვთქვიო რა თქმა უნდა მითხარი. იდა არადთა ან თუაძინა თყულ თუ გინდა აზანის თქვა, ანუ დაუძახო ხალხი ლოცვაზე, მაშინ თქვიო ალლაჰუ აკბარ, ალლაჰუ აკბარ, ალლაჰუ აკბარ, ალლაჰუ აკბარ. ალლაჰი ღმერთი უდიდესია, ღმერთი უდიდესია, ღმერთი უდიდესია, ღმერთი უდიდესია. აშჰადუ ან ლა ილაჰა ილალლაჰ, აშჰადუ ან ლა ილაჰა ილალლაჰ. მე ვამოწმებ რომ არ არის ღირსელი ღვთაება თაყვანისცემის გარდა ალლაჰისა. მე ვამოწმებ რომ არ არის ღირსელი ღვთაება თაყვანისცემისა გარდა ალლაჰისა. აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ, აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ. და ვამოწმებ რომ შუმავალი მუჰამმადი არის მისი შუმავალი
და ვამოწევ რომ მუჰამედი არის მის შრომავალი ჰაია ალა სალა ჰაია ალა სალა მოდით ლოცვაზე ჰაია ალა ფალაჰ ჰაია ალა ფალაჰ მოდით გადარჩენისკენ ან წარმატებისკენ ან გადარჩენისკენ ასევე ორჯერ Allahu akbar la ilaha illallah Allah უდიდესია ღმერთი უდიდესია არ არის ღვთაება თაყვანისცემში გარდა ალლაჰისა ثم استأخر عني غير بعيد მე ცოტათი ანუ ის მამაკაცი გავიდა ثم قال და მე დაამატა და თქვა تقول إذا أقمت الصلاة دروس إقامة سوق قاعدتهو أن لو تدعيسقو يتقيو الله أكبر أشهد أن لا إله إلا الله أشهد أن محمدا رسول الله حي على الصلاة حي على الفلاح قد قامت الصلاة الله أكبر لا إله إلا الله دمير صاحب عزيز نايز دخيسرم فلما أسحبت غدوت إلى رسول الله صلى الله عليه وسلم فلما أصبحت دروسا مي أنو ديلا شوختيو تعودي دا إس سيزماري موقوي شوموال صلى الله عليه وسلم تقوا دما صحابان تقارو إنها لا دا شوموال صلى الله عليه وسلم إنها لا يرى حق لا رؤيا حق چشمايت إساريس أنو چشماريت سيزماري نامدولي سيزماري إن شاء الله تعالى الله يس نبيتو قم فألقي على بلال الذي رأيت فليؤذن أدك دا إسرات الشين جاي نخيو سيزماشي موقع بيلاسو دا أزانيت خاص أجري أنا بيلاسو فإنه أدنى صوتا منك إميتو مساك وبروديدي زير خما أكيد نقوم دينا أستاذ من بتشوف خير ترو أزاني ودا ميسس إسا دامياني ومساس وبرود زير خماك فقمت إلى بلال دا متعود بلال تان فجعلت ألقي عليه ويؤذن بذلك دا موقع ماغاس إس إستوريا شمي سيزمريست دا دايزغو أسوي أجتي إكزيت أزانيس متسمع فسمع عمر غايغوس راس بلالي أزان دايزغو غاكتبا صوته وهو في بيته دا ماغدوس يقو تاوي سخشي على الزوراء اجت سخليقو فخرج يجري رداءه فقال دا عمر غامويكس سخلي دان ماغدوس وك اسمه أنو غزاشي اسمه إيش جامويز غزاشي اسمه ده ده يتقوى عمر والذي بعث محمدا بالحق بيساو إيميتو وينس جامويز محمدي جشماريتو أنو الله يتي بيسبا لا أريد مثل ما رأى مسيجي بناخيو راس ماغا ناخو فقال رسول الله صلى الله عليه وسلم ده شو ما مثلا تقارو فلله الحمد الله كبا الله سو اگه دایسخوز میبو انو ازانیس історია სიზმარით ნახო მაგრამ ნახო ძმებო ზოგიერთი ხალხი რას იძახის ამ ისტორიას იღებს და მე იძახისო აი სიზმარით გამარტება შეიძლება მე შემიძლია ან რაღაცა და ან ცდილობს თავისებურად განმარტოს არ შეიძლება ძმებო არ შეიძლება საჰაბემ რა გაკეთეს წავიდნენ შუამავალთან სალსალამ ვინ იცოდა სიზმარის განმარტებები და ასე შემდეგ ეს არის ბევრი აფერისტი არავის არ დაგიჯერა ძმებო წავიდა მაგათ და შუამავალთან დაამოწა თვითონ დაამოწა რომ ეს არის ნამდვილი სიზმარი ჩვენ არ აგვაქვს მაგის საშუალება და ასე შემდეგ. ამით ძმებო ეს არის აზანის ისტორია როგორ დაარსდა აზანი საჰაბებისგან. კარგი. შემდეგი ჰადისი 257 ჰადისი ანაბი მაჰდურა მაგა გადმოსარომ ალამანი რასულულlah sallallahu alayhi wa sallam al-adhana 19 კალიმა. მე მასწავლა შუამავალ sallallahu alayhi wa sallam აზანის დროს 19 სიტყვაო. wal-iqama 17 კალიმა. და რა შეეხება იყამას, ანუ 17 სიტყვა. და იგივე, ანუ შეხალბანი იძახის, რომ იგივე ჰადისი როგორც მოვიდა სახე მუსლიმში, მაგრამ რა შეეხება იყამასო, Allahu akbar, Allahu akbar, Allahu akbar, Allahu akbar, ანუ ახეთ 4 ჯერ იყამას ეგრეთ შეიძლება. Ashhadu an la ilaha illa Allah marratayn, ანუ 2 ჯერ. Ashhadu anna Muhammadan rasulullah marratayn, ასევე 2 ჯერ. Hayya ala as-salah, hayya ala as-salah 2 ჯერ. Hayya ala al-falah, hayya ala al-falah 2 ჯერ. قد قامت الصلاة أنا شهيد درو أنا دايس درو الله أكبر لا إله إلا الله أنا أسوي موري وارندي إقاميس أورجير ما قد زوجيت زمان أدري مخصوص روم لو سميتش لو سرودي أي زوجيت خلقي أزلو دا زوجي رو حنا في مذهبيس ميم ديواري ده خلقي رو سك خيدا دا أورجير أم بدر بداية ياريو لو سعري زمان არ უნდა გიშხარებოდეს. ნუ ამბობ ყველაფერს ბიდაათი. გაალკვი კითხე შეიხებს რას ანუ ეს ჰადისი არის თუ არის ჰადისი მაგაზე. ანუ შეიძლება ასე თქვა და შეიძლება ასე თქვა. მაგრამ როგორც მე ვიცი, ყველაზე ხშირი არის ერთხელ. ეხლა არის ყველაზე ხშირი ერთხელ. მაგრამ რომც იყოს ორჯერ პრობლემა არ არის. 252 ჰადისი ანუ სხვა გზიდან ასე მოვიდა ეს რივაიათი. ყულთუ ია რასულულlah. მე ვთქვი, აი ალლაჰ შემოვალო. ალიმნი სუნნათ ალ-აზან. მასწავლე აზანის სუნნათიო. قال فمسح مقدم رأسي და თქვა რომ შუამავალთან დადო თავის ხელი ანუ ამ ადგილაში წინ დადო თავის ხელიო. ყულთუ
და მე ვთქვიო فذكر الحديث كما في صحيح مسلم და იგივე ჰადისი გაიმეორა როგორც صحيح مسلمში إلا أنه زاد გარდა იმისა რომ დაამატა იმ ჰადისს დაამატა فإن كان صلاة الصبح თუ იყო დილის ლოცვაო قلت ماشين تكويو الصلاة خير من النوم الصلاة خير من النوم لوتسو وكتسيا زلزيو لوتسو وكتسي زلزيو الله أكبر لا إله إلا الله إلزمبو الصلاة خير من النوم روديس فامبوبت ها ديلس لوتسوام دي سلام شوا ديلس لوتسو سلام شوا ديلس لوتسو خب მაგას ანუ რატო აკეთებენ ეს არ არის აზანი ფაჯრის ეს ხალს აფრთხილ ანუ აღვიძებს ფაჯრის რომ ცოტა ადრე აღდგენ რომ მოემზადონ და მე ეკეთება უკვე აზანი ფაჯრის და მე ეკეთება უკვე იყამა მე უკვე ეკეთება იყამა შემდეგ ჰადისში 250 ბოდიშიც მე ბერცუთი ხო 250 ჰადისი سمعت ابن عمر يقول ميغاو الصحابه قبروا ميغاو يقولون ابن عمر يزختو كان الأذان على عهد رسول الله صلى الله عليه وسلم مسنا أذانيس درو أذان شمال صلى الله عليه وسلم درو أذان يقو أورجر والإقامة واحدة تا إقامة بزختيتو إرتخلو غير أنه يقول قارديم سيترو بيسا رسيس أما تبدأ قد قامت الصلاة مرتين قد قامت الصلاة يعني إزختا أورجر أرمز مئة حديثي عن عبد الله بن محيريز وكان يتيما في حجر أبي محذور حين جهزه إلى الشام الصحابة ما بيخلوا ما يسقوا أم حديث يسقوا سنة ميغو إسلامي قلت لي أبي محذور ما أدخليو أبي محذور سو إني أريد أن أخرج إلى الشام ميدا شمشي أن سيريسكن غاويديو وإني أسأل عن تأذينك فأخبرني ده مين دروم شيني أن أزانيس როგორ ზახტიო შენ აზანიო მომიყევიო قال მაგან თქვა خرجت في نفر მე ერთხელ გავიდიო ერთ ადამიანთან ერთადო فكنا في بعد طريق حنين და ჩვენ გავიდი ეგეთ ადგილას რომელიც მიდიოდა حنينისკენ ანუ حنينი ადგილია مقفل رسول الله صلى الله عليه وسلم من حنين და შომავალი صلى الله عليه وسلم ასე გავიდა იმ გზიდან حنينისკენ გავიდაო فلقينا رسول الله صلى الله عليه وسلم تشوين شيوختيتو شوموال صلى الله عليه وسلم في بعض طريق أم دروس أم زاشيو فأذن مؤذن رسول الله صلى الله عليه وسلم بالصلاة عند النبي صلى الله عليه وسلم تا شوموال مؤذني قاقت عزاني أن لصوص داوزا خلقي شوموال صلى الله عليه وسلم فسمعنا الصوت تشوين قاويجت اس خما أنو أزانيو ونحن متنكبون عن الطريق تشوين مقدروس أنو زيدنا أستني اللي بيقاويتو أنو أربي قاويتو مقدروسو مسلمي بيو تبقى باوشي يقدروا مقدروس فصرخنا نستأذئ نحكيه تشوين داويت خما مغلا قويري أنو أسد كات شوت كبير رغوت كات خمربا أم أزانزي دا إتمانيت وقوبوت أم باوشي بيقنا إتمانيت وقوبوت أم أزانسو فسمع الصوت ده شو ما وصلنا اسخما جايجو أنا بوشي بدستينوا جايجو فقال لما كنت قا أيكم يعرف هذا الذي أسمع صوته فينا رتي سادام يعني رمس مش ماجيس خماو قال فجيء بنا لا تقارم سلام ميقول تكون بعد ما تقارم لا شوي موجود قانيسو ماجستانو فوقفنا بين يديه ده قوقنيس مستناشيو شو ما صلى الله عليه وسلم تناشيو فقال لما كنت قا شو ما صلى الله عليه وسلم ابن ما قالت أيكم صاحب الصوت روميلي قلت كنز قال أنو من قيلو داسو يعني يخمروا بدا أزانس فأشار القوم كلهم إلي تقول لهم تقارو أيسيقو قول لهم تقارو أيسيقو قال ده ما كانت تقارو فأرسلهم وحبسني عنده شو ما صلى الله عليه وسلم قول داناشين قاعد زونا تاتيدون إس دا توات هاويستانو دا تورو دايلا باراكوس ولا شيء أكره إلي مما يأمرون به رسول الله صلى الله عليه وسلم دا مقدروز تيتول ميسي سيتقو يقول چمبيز قول لازي سازيز غاليو أنو على بيران ميقودا ميس سيتقو بيزغانو فأمراني بالأذان دا شما مثلا مقدس وبزانو يخد كويو أذانيو يونيفرس كويو أذانيو وألقى رسول الله صلى الله عليه وسلم علي نفسه الأذان تيدون شما صلى الله عليه وسلم ميمو ميقوا أنو رجل ميوسي أذانيو فقال دتكوا قل الله أكبر الله أكبر تكوي الله أكبر الله أكبر الله أكبر الله أكبر أشهد أن لا إله إلا الله أشهد أن لا إله إلا الله أشهد أن محمدا رسول الله أشهد أن محمدا رسول الله ثم قال مردكوا
ირჯი ვამდუდ საუტაჰა ეხა დაუბრუნდი და გააგრძელე შენი ხმაო قال და მე თქვა აშჰადუ ან ლა ილაჰა ილალლაჰ أشهد أن لا إله إلا الله أشهد أن لا إله إلا الله أشهد أن محمدا رسول الله أشهد أن محمدا رسول الله حي على الصلاة حي على الصلاة حي على الفلاح حي على الفلاح الله أكبر لا إله إلا الله فلما فرغ من التأذين درس دام ترى أذان اسم السماء دعاني فأعطاني سرة فيها شيء من فضة دا مزخو دا ممتا პატარა რას მეშოკის რაღაცნაირი მასში იყო ველცხლიო ანუ საჩუქარი გაუკეთა وقال და მან შუმამოსასთან უთხრა اللهم بارك فيه وبارك عليه ey Allah ბარაკა მიესი მასში და ბარაკე მასზე ანუ ბარაკათი გააკეთე ეს ადამიანიო აქედან გამომდინარე რომ ამ ჰადისიდან გამომდინარე ძმებო პირველ რიგში ალიმები იზახიან რომ თუ ვიღაცა დაუვაც უკეთებ არა მუსლიმს საჩუქრები გაუკეთე და რომ მისი გული დაარბილო ასევე დუა გაუკეთე რომ დადგეს ანუ სწორ გზაზე დადგეს ეს არის საუკეთესო მაგათვის და მე თქვა რომ საჰაბამ თქვა რომ ყალა فقلت მე ვთქვიო ია რასულულlah ე ალლაჰ შემოვალო მურნი ბიტადინი მიმძანია რომ აზანი გავაკეთო ყალა قد امرتك به მე შენ გიბრძანიო ანუ რა იგულისმა ეს ადამიანი ეს ბიჭი მაგ დროს რომ როცა მე წავალ და ხალხი მე მნახავსო მე მინდა ვუთხრა ხალხს რომ შენ მომენტს იმისნება რომ მე აზანი გავაკეთო ჩემი ნებით არა შენი ბრძანება არისო ანუ ასე ვთქვათ მისცა მაგას უფლება ესე გაუხარდა მაგის მე გაუხარდა فعاد كل شيء من الكراهيه في القلب الى المحبه ნახეთ და მაგის მე ყველა ზიზღი რაც მქონდა ჩემ გულშიო ეს შებრუნდა სიყვარულითო فقدمت على العتاب بن اسيد عامل رسول الله صلى الله عليه وسلم და მე მოვედი عتاب بن اسيدთან მაგდროს იყო მექის ასე მთავარი მოადგილე ასე შემოვლას მოადგილე იყო صلى الله عليه وسلم და მოვყვა რომ فكنت اؤذن بمكه და ის ყვება რომ მაგდროს მექაში მე ვიყავიო مؤذني عن امر رسول الله صلى الله عليه وسلم شوماواليس بزانبيتو صلى الله عليه وسلم متخمن تاوي باب فضل الاذان والمؤذن والاجابه والدعاء بين الاذان والاقامه تاوي რომელიც ეხება დიდ ადგილს ანუ თვითონ აზანის مؤذنის ასევე არის მაგდროს პასუხი დუაზე აზანის და იყამის შორის عن ابي هريره გადმოსა რომ შომა صلى الله عليه وسلم თქვა المؤذن يغفر له مدى صوته مؤذنს ეპატიება იქამდე სანამდე გაგრძელდება მისი ხმა ანუ სანამდე მიაღწევს მისი ხმა იმდენი მაგას ეპატიება ويشهد له كل رطب ويابس და ყველა ვინც არის მიწაზე და ანუ წყალში ან ზღვაში და ასე შემდეგ იქნება იმის მოწმე ანუ დაამოწმებსო وشاهد صلاتي يكتب له 25 حسنه და ლოცვის მოწმეო დაეწერა აქ ალიმები თქვენ რომ ან ლოცვის ვის მოდის ლოცვაზე მაგას დაეწერება 25 მადლი ან იმასაც დაეწერება ვინც ლოცვობს იმათი მადლის ასე მუაზინსაც დაეწერება ويكفر عنه ما بينهما და ეპატიება მუაზინს იმ მაგათ შორისო ანუ ორი აზანის შორისო მაგათ ყველაფერი ეპატიება ამიტომ მე ზოგჯერ საჰაბ არის გადმოცემული რივაიათები რომ საჰაბები ერთმანეთში ანუ არის ქართულად მაგას რა ქვია თამაშობდნენ რომ ისე რომ ვინ მისცემს აზანს ანუ არ აძლევდნენ როგორც ხო ანუ ეჯბო კი არა ანუ რას თამაში გონდათ რომ ეს რაღაც ისროდნენ რომ ჩემი ჯერია თუ ვის ჯერია და ასე შემდეგ ანუ ვერ ნახავდნენ რომ საჰაბა იტყოდა რომ მიდი შენ მიეცი აზანი ისროდნენ რაფერე დიდი მადლი აქვს აზანს და ყოველთვის ეჯბობდნენ ერთმანეთს რომ მაგას მიეცა აზანი ამიტომ თუ გაქვს საშუალება აზანი მისცე არ გამოტოვო ეს შანსი 252 حديثي أبو هريرة გადმოსა რომ შომა صلى الله عليه وسلم თქვა المؤذنون أطول الناس أعناقا يوم القيامة مؤذنებს ახსასწრულ დღეს ყველაზე გრძელი ისრები ექნებათო 253 حديثي أبو هريرة გადმოსა كنا مع النبي صلى الله عليه وسلم بتلاعات المحل ჩვენ ვიყავითო შომავალთან صلى الله عليه وسلم ანუ ბუნებაში ვიყავითო فقام بلال ينادي და ბილალმა ადგა და ანუ დაიწყო დაძახება فلما سكت قال رسول الله ანუ აზანი და როცა ბილალი გაჩუმდა შომა صلى الله عليه وسلم თქვა من قال مثل ما يقول هذا يقينا دخل الجنه ვინც იტყვის იგივეს რასაც ანუ თქვა მუაზინმა ანუ მაგა يقينا ანუ აქვია მაგას يقين سبحان كابتن ركوي ماغاز وبيجونس წმენით კი არა აი წმენით გულით ანუ ეჭვი რო არა მაგას
ხო, ვინც მაგას იტყვისო, შევა ჯანნატშიო. შევა ჯანნატშიო. შემდეგ ჰადისში 454 ჰადისი Abdullah bin Amr თქვა რომ ანნა რაჯულან ყალ ერთ-ერთ მამაკაცმა თქვა ია რასულულlah ე ალლაჰის შუმავალო ინნალ მუაძინინა იუფადილუნანა ე ალლაჰის შუმავალო ჭეშმარიტ მუაზინები ანუ ჩვენზე წინ არიან ანუ უფრო მეტი მადლი აქვთ რაღაცა უნდა რომ დაეწია მუაზინებს فقال النبي صلى الله عليه وسلم შუმამა სალსა მაგას უთხრა ყულ كما يقولون თქვი ისა შენს იგივე თქვი რასაც მუაზინები იზახიან ანუ გაემეორეო فاذا انتهيت فصل تعطى და თუ დაამთავრეო, ანუ გამეორება მუაზინის მერე, რასაც გინას თხოვე ალლაჰსო, მოგცემსო და შენ მოგეცემაო. შემდეგ ჰადისში ანასმა თქვა რომ قال رسول الله صلى الله عليه وسلم الدعاء بين الأذان والإقامة مستجاب فادعوا دعاء აზანის შორის და იყამის შორის მაგაზე უეჭველი იქნება პასუხიო. ამიტომ დუა გაკეთეთო. დუა გაკეთეთო. ზოგი ძმა რას აკეთებს მებო? აზანის და იყამის შორის როცა არის დრო ხელებს და ეგ გაკეთებს დუას. ეს არასწორია ძმებო. რატომ არის არასწორი? იმიტომ არ არის მოსული ერთხელაც რომ შუმამა სალსა მაგ დროს დუას აკეთებდა ესე. ჩვენ გვაქვს თუ ზოგიერთი ძმა იტყვის ხო ახი მაგრამ ეს ხო დუა არის. ჩვენ ვიცი ხო ხელების აწევა შეიძლება. ჩვენ ასევე ვიტყვით მაგრამ რატო იზახი ძმა შენ რომ ზოგიერთი იმამი როცა დუას აკეთებს მაგ აზანის მე ალლაჰუმა რაბა ჰაზი დავათ თამა და ასე შემდეგ ხელებს როცა წევს რატო ამოფრო ეს დუა ის ბიდათია ხელების აწევა. რატომ? იმიტომ რომ შუმამა სალსა მაგას არ აკეთებდა აზანის შემდეგ დუის ხელების აწევა. ასევე აზანის და იყამის შორის ხელებს არ აწევდა. დუა გაკეთება თუ გინდა ისეთ გაკეთე დუა პრობლემა მაგაზე არ არის. და გიქნება მაინში პასუხი ამ დუაზე. შემდეგ ჰადისში კანა რასულულlah აიშამ გადმოსა რომ რადიალლაჰუ ანჰა კანა რასულულlah სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იდა სამია ალ მუაზინა ყალ შუმამა სალსა როცა იგებდა რომ მუაზინი ანუ ამბობდა აზანს ამბობდა ვა ანა მეც თუ ვისახსოვს რა სიხება ეს ხადისი მეც რომ ეს სიტყვი სიხება მეც ვამოწებ რას ამოწმებ რასაც იძახის ანუ როცა ეს არის ძმებო დავიწყებული სუნნათია როცა მუაზინი იძახის აშჰადუ ან ლა ილაჰა ილალლაჰ და აშჰადუ ან მუჰამმად რასულულლაჰ ამ დროს ასევე შეიძლება თქვა ვა ანა ანუ მეც ვამოწმებ და მეც ვამოწებ ეგ არის ასევე დავიწყებული სუნნათი ძმებო ეგ შეიძლება გამოიყენოთ ეხლა ნახე ძმებო რატომ ამად დავამთავრებს რატომ მუაზინებს აქვთ ეგეთი დიდი მადლი რატომ სვანა ყველა დაამოწმებს ეპატიება ახსასურს დღეს ყველა დიდი კისრები ექნებათ და ასე შემდეგ სანამდე მიდის მისი ხმა იმდენი აჯრი ექნებათ მის სიტყვებში რა არის მებო თავჰიდი მარტო ეხმერთიანობა დღეში ხუჯერ ხალხს ახსენებს რომ ღმერთი არის ერთი მარტო ღმერთს უნდა თხოვო არა ის ღირსეული თაყვანისცემისა არავინ გარდა ალლაჰისა მაგიტო იმ ხელი დიდი მადლი აქვთ მუაზინებს ამიტომ ალლაჰმა ინშალლა მოგცე ყველა შანსი რომ ხშირად გავაკეთოთ ჩვენს აზანი. ასევე ძმებო შეგიძლია აზანი თქვა სახშიც. სახში შეგიძლიათ არა ხარ მუაზინი მაგალითი მეჩეთში სახში შეგიძლიათ თქვა აზანი. ასევე შეხ ალ-ალბანი რაჰიმაჰულლაჰ და სხვა ალიმები თქვის რომ ქალსაც შეუძლია თქვა აზანი. ზოგიერთ ალიმები თქვა რომ არ შეიძლება მაგას დალი არ არის. აი მე თქვენ ჯამში ვიცით რომ ადამიანის ხო ანუ ზოგი ალიმები თქვა რომ ხო მაგიტომ ამიტომ ზოგი ალიმები თქვა რომ შეიძლებაო და ანუ ძალიან ადვილია მაგის გაკეთება, ძალიან ადვილია. დამხრე დიდი მადლია. არ უნდა გამოვასწროთ ეგეთი, არ უნდა გავაცნოთ ეგეთი მადლები. ალლაჰმა ბარაკა მოგცეთ, სუბჰანალლაჰ, ჰამდიკა შადან ლა ილაჰა ილლა ანტ, ასტაგფირუკა ვა ატუბუ ილეიქ. შეკითხვები გვაქვს? ყველა ნამაზზე აზანის მიცემა თუ მარტო დილის იმერე? ყველაზე. კი. სუნნა. შავა მარტო დილაზე ვაკეთებთ. ყველაზე თქვით, მადლი გექნებათ. ცოტა აზანი მერიცით მეორე ბინაში. აქ შეიძლება ლოცვა? თუ აქაც აზანი დაიწყოს. არა, ყველა ადგილას თავის აზანი აქვს. ყველა ადგილას თავის აზანია. იქ თუ თქვენ აქაც ვიღაც უნდა თქვას, ხო? შენ გინდა ანუ იქაც თქვა აზანი და აქაც თქვა? აი მეზობლებ. ხო. აქ რომ მიცე აზანი და იქით რომ ილოცონ შენი აზანზე. თუ შეიძლება ინშალლა, მე თუ დაგვიანებთ მაინც ხადიში როგორც მოვიდა დღეს. შორი არ არის ერთმანეთს არის ერთ კედელი სიტუაცია. ეს არ ვიცი, კედელი არ ვიცი. მე მეგონა ანუ კორპუსია სხვა. ანუ შენ თუ ელოდებიან რომ შენ აზანი მიეცი და მე ვილოცოთ, ეგეც სხვა თემაა. არ ვიცი, მე არ ვიცი. Иә, сахар სხვადასხვა არის. Например, молишься, дуа делаешь. Сахар სხვადასხვა არის, სხვადასხვა. მე მოусმინეთ. Например, дуа делаешь, потом говоришь аминь. Потом вспоминаешь, например, еще хочешь делать дуа. Делаешь и говоришь аминь. И вот это такой вопрос. И можно ли
3 раза говорить амин, амин, амин. Вот так. 3 раза? Да, или только 1 раз говорить. В одном дуа 3 раза? Или ты прервал дуа, потом один? Он совершил и еще Прервал. вспомнил и дальше хочет это. Нет, это одно. Дуа, И дуа. еще, например, дуа делаешь. В одном дуа 3 аминя? Да, и там... Пророк сам так не сделал. Амин, амин, амин. Вот. Ну, пророк сам так не сделал. Смотри, ხარო, ერთ დუაში შეიძლება სამჯერ ამინ თქვა. დაამთავრე დუა და ამინ, ამინ, ამინ. არა, მე არ ვიცი, რომ შრომამ ეგეთ აკეთებდა ეგრე. ერთხელ ხო, ამინ, ერთხელ და всё. ასე ეს მე ხო შეკითხვა? ვопросы ესეა. და ერთი მომენტი არის მე, აი, დუა როგორ კეთდება? დუასაც აქვს თავის ადათი, თავისი წესი, როგორ კეთდება დუა. როცა ადამიანი იწყებს დუას, იძახი ასტაღფირულlah სამჯერ, მერე ადიდებს ალლაჰს. ვასხველიათ ალლაჰა. ადიდებს ალლაჰს. ალლაჰ შეხარ უზენაეს უდიდეს და ასე შემდეგ, ანუ თავის თავს ამცირებს ალლაჰის წინაშე. ამცირებს ნიშნავს აჩვენებს რომ რამდენად დამოკიდებულია ალლაჰზე. ასე მაგის მერე არის სასურველი, როგორც ალიმებმა თქვას, სალავათი შომავალს სალლაჰ ალეიჰი ვასალამ. და მაგის მერე უკვე იწყება დუა, მაგის მერე უკვე სთხოვი ალლაჰს, რაც შენ გინდა. და ასევე ბოლოს როცა შენ სალამში ამინ სიტყვი, კიდევ ერთხელ თქვი სალავათი პეღამბარ სალლაჰ ალეიჰი ვასალამ და მერე თქვი უკვე ამინ. ეგ არის ადათი დუისი. Это до дуа, да, Аллаху салям аля набия. До амин. Амин. До амин. И потом только амин говоришь, да? Да, это желательно. ანუ აზანი და სანამ სუნათ ნამაზის შუაზე, ესე იგი დუა წერან რო თქვით ხელაწეულად არა. არა. აზანის დაიხამეს შორის გულისხმობ თქვენ? ხო. ორი სუნათს ხო იმას. ხო. კი. კი, იმათ არ იყო არც ერთი გადმოცემა რომ შუმამ სალასამ ხელებს წევიდა მაგ დროს. რა ლოცვის შეგიძლიათ რო უთხრა თუ ისე ეს ვეღავი? ანუ შენთვის რასაც შეგიძლია რომ უთხრა ლოცვის იმაზე, მაგ შუა იმაზე მომენტალურად. რას გინდა სთხოვე ხო? რას გინდა? მაგან ხელები არ აწიო. იმედად შუმამ სალასამ არ წევდა ხელებს. მეც ეგრე ვაკეთებდი. მეც. და წინა ჯუმას ეგრე ვაკეთებ. მე ვიცოდი რომ შეიძლება თურმე მე გავიგე რომ შუმამ არავის არ აკეთებდა ეგრე. არა არც ერთი хадиსი მაგაზე მოსული. Можно доводить еще. ხო. Во время, например, хутбы. Вот уже второй начинается, до начинания. Дуа делаешь, тоже вот, например, не успеваешь, да, аминь говорит, когда встает же этот имам и начинает хутбу. И там не успел помолиться, например, себя внутри. А там во время хутбы нельзя говорить. Да, слушать надо. А дуа как? Тоже слушай имама. Пауза сам приказал слушать имама тогда. Слушать. არის ეგეთი ძმებო ადათი, ეგეთი ხო ანუ წესი არის რომ ყველა იბადას აქვს თავისი ადგილი. მაგალითად ერთ მაგალითი როგორ მოვიყვანო. მაგალითად ყურანის კითხვა, ჩვენ ვიცით ჯუმაზე ყურანის კითხვა არის რომელიც სურას უმჯობესია წაიკითხო. სურათულ ქაჰფ. მაგრამ მთლიანი ყურანის კითხვა ხო შეიძლება, მაგრამ უმჯობესია გაკეთო ეს წაიკითხო, ეს უფრო დიდი მადლი გექნება. მიუხედავად იმისა, რომ ისაც ყურანია და ესეც ყურანია. ასევე მაგალითად ლოცვის მერე რა სუნნათები არის? ზიქრი ხო, სუბჰანალლაჰ, ალჰამდულილლაჰ და ასე შემდეგ. ზოგიერთი ხალხი მაგალითად თუ წაიკითხავს ყურანს ლოცვის მერე. ეს არ ჯობია, რატომ? ანუ ალიმები ზახერენ რომ ნებისმიერ ადგილას თუ არის რაღაც კონკრეტული ზიქრი, ეს ჯობია გაკეთო. უფრო დიდი მადლი იქნება ვიდრე სხვა. Вот это хотел раз спросить. Вот во время после азана, азан смерти холодфали, то есть просто может для себя да, руки не поднимать. А вот оракат азан суннат скагетет, мере из Сажда? საჯდაში? ხო. კი შეიძლება. საჯდაში შეიძლება. ეს უფრო ჯობია იქნება, ხო? რა თქმა უნდა, უფრო ახლოსთან ალლაჰთან უფრო ახლოს ხარ. Фарза შეიძლება, ხო? კი. საჯდა შეიძლება რა თქმა უნდა, დუის გაკეთება. დუის გაკეთება. შენენაზე სხვა. შეხ მე იმაზე ვქარ ხო, რომ შენენაზეც თუ არის არაბული. ბოლოში. ნახე ძმებო, შომამ სალასამ აკეთებდა საჯდაში დუას, მაგრამ ასევე ჩვენ ვიცით სუნნათი არა. შომამ სალასამ პირველი რაკათები უფრო გრძელი იყო ვიდრე მეორე. ზოგიერთი ზმარას აკეთებს დუას საჯდაში ტოვებს ბოლო რაკაატში და მისი რაკაათი სუნნათით 4-4 რაკაათი უფრო ყველაზე მოკლე უნდა იყოს. ამ დუის გამო ყველაზე გრძელი ხდება. ამიტომ თუ დუის გაკეთება გინდა ძმებო, პირველ რაკაატში გაკეთეთ დუა, საჯდაში ხო ხართ? სანამ ადეკეთ მეორე რაკაატზე, საჯდაში ხო ხართ? მეორე დუა გაკეთეთ. არ გიყოფათ? კიდე გაკეთეთ. არ გიყოფათ? ხო ადეკეთ მეორე რაკაატზე, კიდე დარჩით მეორე რაკაატზე.
კიდე გაკეთეთ დუა საჯდაში. მაგრამ შეიცადეთ რომ ანუ პირველი რაქათები უფრო გრძელი იყოს ვიდრე მეორე, მესამე და მეოთხე. ეს ჯობია. ეს უფრო ახლოს იქნება სუნნათთან. და ძმებო, რას უფრო ახლოს ვართ სუნნათთან, მით უფრო მეტი ბარაკა გვაქვს. მით მეტი ბარაკა გვექნება. ჩვენ მაგათაც ბოლო იმაში ვაგეთებდით. არასწორია, რატომ ისი? ბოლოში შეგვიძლია. არასწორია, იმიტომ რომ შომავსალამ სუნნათი მისი ლოცვა როგორი იყო, პირველი რაქათი უფრო გრძელი იყო ვიდრე შემდეგი რაქათები. ახლა ეს განიგია რომ ორ რაქათ სუნნას ლოცვობს პირველ რაქათზე ჯობია დუას გაკეთება ჩემი მეორეზე. ეს არის ხო? ჯობია ხო? რატომ? იმიტომ უფრო გრძელი ხდება პირველი რაქათი, სუნნათია, რომ უფრო გრძელი იყოს პირველი რაქათი. მაგაზი იბევა აბავს. ახლა სავახ ნამაზი, დილის ნამაზი. შეგეძინა და აკი 9 საათი. ჯერ სუნნა თუ ფარზი. ალემება თქო შეგიძლია სუნნათიო. შეგიძლია სუნნათი და მე ფარზი. ფარზი შეიძლება რომ მე სუნნათიც. ეგეც გამიგე რომ შეიძლება ხო? ეგეც გამიგე რომ შეიძლება. Ты, брат, сказал, как вначале, когда начинал этот... ახი, ბუდიში, ახი, მაგაზე არ ვიცი ძმა. ანუ სულად მახსოვს. ხო. არა იქ როცა მათ ჩაიძინა ჯერ სუნათი ილოს ეს ახი მე ფარზი ნორე შეგეთქვი მაქვს კაი. ბინი სუნათს და სორო фарза როცა აი შეკიდება Вначале ты, брат, сказал, тот, кто проспал утренний намаз, на него нет греха. Да. Это если человек не поставил будильник, ничего, и проспал на... Не, мы говорим хороший брат, хороший мусульманин. Ჩვენ ვიზახეთ რომ კაი ზმა არის, აიღო მიზეზები. ბუდინიკი გადააყენა, ადრე დაეძინა ის ლოცვის დრო და ჩაეძინა. მაგას არ აქვს ცოდვა. Если не поставил будильник, на него есть грех, да? რა თქმა უნდა, ცოდვა. ადამიანმა სპეციალურად გვიან დაწვა, ბუდინიკი არ დააყენა. რა თქმა უნდა, ცოდვა მაგას. რაღაც ნიათი აღარ გაქვს რომ დილის ადგების იმაზე რა, ისე უშვებ შენ თავზე რომ ავდგები. ეს ეგრე გამოდის. ბაგა, ალლაჰ ბარაკა მოსთამდა.